მშვიდობა მეგობრებო, გამარჯობათ. ერთხელ მე მქონდა ბედნიერება შევხედროდი მამა ბენიამინს მარტყოფის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს. ალბათ სულ რაღაც ესეთი 5 წუთი მქონდა შეხება ამ ადამიანთან. 5 წუთიანი საუბარი. იცით როგორი შთაბეჭდება დამჭა მე, აი როგორი რამაც ჩემში ძალიან დიდი სითბო და სინათლე შემოიტანა. რომ ამ ადამიანთან საუბრისას ის მე როგორც თანაბარს კი არ მესაუბრებოდა, არადა ყველაზე ჩვენ ვფიქრობთ ხოლმე როგორც აი ქსიამოვნებს, როცა ვიღაცა თანამდებობის პირი ან ესეთი რაღაცა ცნობილი რაღაცა როგორც გელაპარაკება თანაბარს, ხო? გიხარია რომ აი რა თავდაბალია, აი ფიქრობ, ხო? თანაბარს კი არა, თითქოს იქ მე ვიყავი უფროსი რაღაცნაირად. აი ესეთი თითქოს მე ვიყავი წინამძღვარი და ის კიდე მორჩილი. ანუ ჩემზე დაბლა მდგომი, თითქოს მელაპარაკებოდა როგორც ჩემზე დაბლა მდგომი ადამიანი. ამხელა მონასტრის წინამძღვარი, მარტყოფის მამათა მონასტერი საკმაოდ დიდი მონასტერია, არ ვიცი ხა რამდენი ბერი მსახურობს იქ, მაგრამ საკმაოდ დიდი მონასტერია და ამხელა მონასტრის წინამძღვარი მესაუბრებოდა როგორც დაბლა მდგომი ადამიანი, ჩემზე დაბლა მდგომი ადამიანი. თავდაბლობის, აი ჭეშმარიტი თავდაბლობა არის ეს. და ეს არის ზუსტად რაც თქვა იესომ, რომ დიდება მოგანიჭეთ მე თქვენ. ღვთაებრივი დიდება არის ეს ადამიანში უბრალოება და თავდაბლობა. და ესეთი რამ არის გადამდები. როცა გვაქვს შეხება საპირისპიროსთან, პატიმოყვარეობასთან, ნარცისიზმთან, ამპარტავნებასთან, როცა საერო თუ სასულიერო პირი ასეთია, ну ეხა საერო ვიღაც მოღვაწეებსაც, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსებსაც ყავთ ხო თავისი, ასე ვთქვათ, ამომრჩეველი. ეხა მრევლს ვერ დაუძახებ, მაგრამ თავისი ამომრჩეველი, ხო? და სასულიერო პირს კიდე მრევლი. თუ საასულიერო იქნება, თუ საერო მოღვაწე იქნება თავდაბალი, ეს მადლი გადაეცემა მის გარშემო ყველას. და თუ ამის საპირისპირო არის პატიმოყვარე, დიდების მოყვარე და ამპარტავანი, თავის თავზე დიდი წარმოდგენის, რაც იგრძნობა კიდეც საუბარში, თუნდაც ერთი შეხედვით, ხო? სამწუხაროდ ეს აირეკლება ზუსტად აი მის გარშემო ყველაზე, ოჯახის წევრებზე, მეზობლებზე, მრევლზე თუ ამომრჩეველზე თუ ყველაზე და ასე ზიანდება სულიერება. ეს არის მეტასტაზი ერთგვარი, აი ესეთი როცა განდიდებულია ესეთი პიროვნება ერში თუ ეკლესიაში, ნარცისი პატიმოყვარე ადამიანი როცა არის განდიდებული და რაღაც კვარცხლბეკზე შემომდგარი, ეს არის მეტასტაზი, რომელიც ცოცხალი უჯრედი, ოღონდ ავთვისებიანი უჯრედი, რომელიც აზიანებს სხვა რამესაც, სხვა ადამიანებსაც. რა შეიძლება ხა ბოლოს თქვა, რომ ყველა ჩვენთაგანისთვის, ანუ ქრისტიანი როცა ხარ და მრევლი, აუცილებლად უნდა იცოდეს სახარება, კითხულობდე წმინდა მამების განმარტებებით, ახსნებით. იმიტომ რომ ეს ადამიანები ზუსტად შეიმოსდნენ აი ღვთაებრივი დიდებით და ღვთაებრივი დიდებით შემოსილი ადამიანის სიტყვასაც აქვს მადლი. მართალ სწორ საუბარს კი არა აქვს მადლი, არამედ ადამიანი თუ შემოსილია ღვთაებრივი დიდებით, ანუ თავდაბლობით და უბრალოებით, მადლმოსილია ესეთი ადამიანი და მის სიტყვას აქვს ფასი უკვე. მის სიტყვას აქვს ფასი. როგორც თქვათ ამის საპირისპიროდ პატიმოყვარე, დიდების მოყვარე ადამიანის სიტყვა მომწამლავია, თავდაბალი უბრალო ადამიანის სიტყვა მაკურნებელი. და ჩვენთვის ეტალონი უნდა იყოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ეტალონი ყოველგვარი
ეს იქნება ზნეობა, მორალი თუ საერთოდ ქრისტიანული შეხედულება. ჩვენთვის უნდა იყოს აი როგორც სხვათაშორის უფალი ადარებს ამას თვითონვე რომ მოსემ აღმართა სპილენძის გველი უდაბნოში როცა სასჯელით მოევლინა გველები ღვთისმგმობელის ისრაელებს იმ მომენტში და ვინც დაიგესლებოდა გველისგან და შეხედავდა ამ სპილენძის გველს ის ინკურნებოდა და უფალმა მე ეს თავის თავზე თქვა როგორც მოსემ აღმართაო ეს სპილენძის გველი ისე აღიმართება უფალი მაცხოვარი ჩვენი და ვინც მას შეხედავს ის გადარჩება ხო და ასე რომ ეს უნდა იყოს ეტალონი და თუ ჩვენ ვეძებთ სულიერ მოძღვარ იქნება თუ ასე ვთქვათ მადლმოსილი ადამიანის დანახვა და პოვნა გვინდა ჩვენი ასე ვთქვათ უნდა იყოს მაცხოვარს გაუსწორო თვალი და იმით შეაფასო ადამიანები არა იმით რას ლაპარაკობს არამედ რამდენად გავს უფალ იესო ქრისტეს რითი უბრალოებით და თავდაბლობით დიახ იხარეთ მეგობრებო ორსავ სოფელსა შინა სიყვარულით იოანე